ტრადიციების ნაწილი არის, რა თქმა უნდა, მამარდა. ეს არის უდიდესი სიხარული ქართველი გულშემატკივრისთვის, როგორც ლივერპულის გულშემატკივრისთვის, ეს არის საოცარი შეგრძნება, რომ ჩემი თანამემამულე ითამაშებს ჩემს საყვარელ გუნდში და ესეთ ისტორიულ და ესეთ უძლიერეს გუნდში, ესეთი სახელის მქონე გუნდში და დიდი იმედი მაქვს, რომ მამარდაც მოიგებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში მინიმუმ 1 პრემიერ ლიგა და მინიმუმ 1 ჩემპიონთა ლიგა მამარდას გაფორმებული აქვს. ანუ ეს არის გარდაუვალი თემა. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტს მოიგებს და ის გახდება ღირსეული მემკვიდრე ალისონის, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც ძალიან უყვარს ლივერპულის გულშემატკივარს, იმიტომ რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი არის, საუკეთესო მეკარე არის, რომელმაც სასწაულები მოახდინა ძალიან ბევრ თამაში. ერთხელ იყო რომ პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზეც გაუყვანა, იმიტომ რომ გოლი გაუტანა West Bromwich და მოკლედ ლეგენდარული ფეხბურთელის მემკვიდრე უნდა გახდეს მამარდა და მე მწამს, რომ ის აუცილებლად იქნება ადამიანი და სპორტსმენი და ფეხბურთელი, რომელიც გვასახელებს როგორც ქვეყანას და ბევრი ადამიანის და ბევრი ქართველი სპორტსმენის, ბევრი ქართველი ფეხბურთელის ინსპირაცია იქნება იმისთვის, რომ უფრო წინ და წინ წავიდეს ქართული ფეხბურთი და აი ამ დონის გუნდებში თამაში, რასაც ჩვენ ახლა ვნახულობთ, რომ ბევრი, მათ შორის ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელიც კვარაზე აღარ ვლაპარაკობ ახლა რა თქმა უნდა და მიქა უტაძეზე და ეს ყველაფერი გასაგებია. მე აი ამ ბაზით და მათ შორის პირველ რიგში მამარდათი, იმიტომ რომ მე ჩემი აზრით გეტყვით, რომ ესეთი მონუმენტურობის მქონე ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა. მე კარგად მესმის, რომ თქვა კვარა სერია მოიგო, სერიას 30 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა, ხო? ნაპოლის გახდა MVP სერიასი და ეს გასაგები არის და ნაპოლიში მარადონა თამაშობდა და ასე თუ ისე, მაგრამ აი ლივერპულში რომ მეკარე არის დარაჯი, აი ყველა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენციის მქონე პოზიცია მეკარე, ხო? ანუ ერთი კაცია რა, რომელიც მთელი სეზონი დგას, თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა. და აი ესეთ გუნდში, ესეთ მონუმენტურ გუნდში, ესეთ გრანდიოზულ გუნდში, აი ესეთი მონუმენტური და გრანდიოზული პოზიციის და ნიჭის და არ ვიცი გაქანების მქონე ფეხბურთელი იგივე არის დაახლოებით რა ჩვენ ვიცით რომ მამარდას მაგალითად ბაიერნშიც ეპატიჟებოდნენ და ოლივერ კანის და მანუელ ნოიერის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო აი იგივე დონის რეალში რო ჩამდგარიყო ან ბარსელონას კარში რო ჩამდგარიყო ზუსტად იმავე დონის ოლიმპოზე არის დღეს მამარდა და მან მიიყვანა ქართული ფეხბურთი თავისი შრომით, თავისი ნიჭით აქამდე და მოკლედ ძალიან აღფრთოვანებული აღარ მინდა ხა ბევრი ვილაპარაკო ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ პერსპექტივით რომ შეიძლება ეხა ამ სეზონში ჩვენ ვერ ვიხილოთ მისი ბევრი თამაში, იმიტომ რომ ალისონთან კონკურენცია გაუჭირდება მას, იმიტომ რომ ალისონი ნომერ პირველი მეკარე არის ლივერპულში, მას დიდი ღვაწლი აქვს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ხანდახან მას ტრამვებიც ემართება, იყო მაგალითად პერიოდი, როდესაც ადრიანს მოუწია დგომა თავის დროზე ნახევარი სეზონი, მერე კელეჰერი იყო ერთი სეზონი, თითქმის ნახევარი სეზონი იმის გამო რომ ალისონს ტრამვა ჰქონდა, მე თავისთავად ცხადია რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევაში მას ტრამვა არ ექნება და ძალიან ესეთი ბოროტული განზრახვითაც და ენერგიითაც იმედი მაქვს რომ ახალი გულშემატკივარი არ შემოვა ამ ყველაფერში. ერთი რაღაცა მინდა ყველას დაგარწმუნოთ რომ არ არის საჭირო რომ ბოროტულად იფიქროთ იმაზე რომ ნეტა ალისონს რაღაცა დაემართოს რომ მამარდა ჩადგეს კარებში, არ არის საჭირო ეს ასეთი ფიქრი, იმიტომ რომ ალისონი სამწუხაროდ წარმავალი ფეხბურთელი არის ლივერპულიდან, მამარდა არის ფეხბურთელი, რომელმაც მომდევნო 10 წელი ეს მომავლის პროექტი, რაც ლივერპულს აქვს გეგმაში, ეს უნდა თავისი ბეჭებით და თავისი ხელსათმანებით ზიდოს, ამიტომ მას არათუ შანსი მიეცემა იმისი რომ კარში ჩადგეს და თავი წარმოაჩინოს, არამედ ის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი
მომდევნო დეკადაში ამ გუნდის ისტორიაში.